დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების მხარდაჭერა კავკასიის ბუნების ფონდი და საქართველოს ბანკი ამ მიზნით გაერთიანდა და კამპანიის ფარგლებში დიდ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ ლოგოებში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად რას გულისხმობს კამპანია, რა გახდა მხარეებისთვის ძირითადი ინსპირაცია, რა მოლოდინი აქვს კამპანიის ავტორებს და რომელი კომპანიები შეუერთდნენ უკვე ინიციატივას სტუმრებთან, CNF-ის დირექტორთან თია ბარბაკაძესთან და რუსუდან კბილაშვილთა ვისოლის პიარის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად თქვენი დავიწყებ ქალბატონ თია. რა მიზანს ემსახურება ეს კამპანია? ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ, რომ კორპორაციის ნაწილში, პასუხისმგებლობის ნაწილში, დიდი კომპანიები ძალიან აქტიურობენ განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რასაც ბუნების დაცვა ქვია და შემდგომ. თუმცა ეს კამპანია მე ძალიან მენიშნა ფრაზა, რომ ის კომპანიები, რომელსაც საკუთარ ლოგოში გამოყენებული აქვს ცხოველის აბრევიატურა და შემდგომ. ძალიან საინტერესოა, რა მიზანს ისახავთ ამ კამპანიით, რისი ჩვენება გვინდა და მე უკვე ვისაუბროთ დეტალურად იმაზე, რეალურად რამდენად აქტიურები არიან თავად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და რამდენად გამოყვნენ აი ამ თქვენს ინიციატივაში. ერთ-ერთ მათგანს ჩვენ აუცილებლად ჩავთავთ პირდაპირ ეთერში ვისოლის წარმომადგენლებს, თუმცა თავდაპირველად თქვენგან რომ მივიღოთ ეს ინფორმაცია. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. კამპანია მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სისტემის მხარდაჭერას და უნიკალური გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის გარკვეულ ყურადღების მიქცევას, მოდი ესე ვთქვათ, რაც ასევე შეიძლება გულისხმობდეს ჩვენს გარშემო, ბუნების გარშემო, იმ წარმატებული კომპანიების გაერთიანება, რომლებიც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში არ, მაგრამ მათი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში თანამშრომლობენ, ან სურვილი აქვთ, რომ ითანამშრომლონ გარემოს დაცვის სფეროში. სიმართლე გითხრათ, ამ კამპანიის იდეის ავტორი იყო ერთ-ერთი მონაწილე ამ კამპანიის თავად საქართველოს ბანკი. დიახ, რომელთანაც ჩვენ ძალიან ხანგრძლივი თანამშრომლობა, პარტნიორობა გვაკავშირებს, მათთან 2010 წლიდან თანამშრომლობთ. და დიდი სიამოვნებით ავყევით და მხარი დაუჭირეთ ამ კამპანიას. შედეგებიც მივიღეთ. ხო, რაში გამოიხატება შედეგი და როგორ დააინტერესეთ ეს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, სხვები, რომ დავუშვათ ამ კამპანიაში ჩართულიყვნენ, იმ ჩამონათვალში საკმაოდ დიდია ჩამონათვალი, პრაქტიკულად ბევრი მსხვილი კომპანიის სახელი შემხვდა. ამიტომ საინტერესოა, როგორ მიხვედით დავუშვათ, როგორ დააინტერესეთ ეს კომპანიები. აქაც ისევ ჩვენს მეგობარს და პარტნიორს საქართველოს ბანკს მადლობას გადავუხდი. მათ თავად ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღეს ამ კამპანიის ორგანიზება, ლიდინგი, რასაც ქვია, მოგეხსენებათ ლომი არის მათი სიმბოლიკა. ამიტომ ძალიან კარგი მარკეტინგული კამპანია წამოიწყეს, დაუკავშირდნენ წარმატებულ ბიზნესებს საქართველოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბორჯომი, ვისოლი, არაერთი, უკვე სულ მცირე 8 კომპანია შემოგვიერთდა ამ ღონისძიებაში და გარკვეული სლოგანი ასეთი არის ინვოისი ბუნებისგან. ფინანსურად თუ ვიტყვით. უკვე შეგროვდა გარკვეული თანხა ამ მიმართულებით და როგორ მოხდება მე ამ თანხის გადამისამართება, ესეც საინტერესოა. თანხის შეგროვება არ არის ერთჯერადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსავალ წლის განმავლობაში ავიღებთ და მთავარი ის არის, რომ ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციიდან, მისიიდან გამომდინარე ის მაქსიმალურად სწორად გადანაწილდება და იმ კონსერვაციულ პროექტებს მოხმარდება, რომელიც ხელს უწყობს გადაშენებული ენდემური თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს. ამ თემას აუცილებლად ბოლოსკენ კვლავაც მივუბრუნდები. ვისოლის წარმომადგენელს მინდა რომ ვკითხო, რომელიც შემოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში. თქვენ ჩაერთეთ ამ კამპანიაში. რა მიზანი გაქვთ ამ შემთხვევაში, რომ დათანხმდით ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღებას და თქვენთვის რით აღმოჩნდა ეს კამპანია საინტერესო?
მოგესალმებით. ამ შემთხვევაში Smart-ს წარმოვადგენ, რომელიც დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი და ვისოლ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კომპანია. Smart-ს 2010 წლიდან ამშვენებს ფუსფუს და მოგზაური, ესეთი ენერგიული ცოცხალი ციყვის სიმბოლო, რის გამოც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ბანკსა და Livingstones, რომ მოგვმართეს ამ პროექტში ჩართულობისთვის და ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ, იმიტომ რომ სიამოვნებით დავიცავთ ესე ვთქვათ ციყვის სიმბოლოს გამოყენებისთვის ავტორო. კი ბატონო, რაში გამოიხატება რუსუდან თქვენი მონაწილეობა, ანუ რა ფორმით იქნებით ჩართულები და ამ ტიპის კამპანიები ერთია რომ დავუშვათ საიმიჯო ნაწილზე ძალიან დადებითად მოქმედებს კომპანიების შემთხვევაში, თუმცა მთლიანობაში რა ტიპის პასუხისმგებლობას გრძნობთ, როდესაც აი ამ ტიპის ღონისძიებებში იღებთ მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია. დიახ, ვისოლ ჯგუფისთვის სრული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით განსაკუთრებით უცხო არ არის ჩართულობა მსგავს პროექტებში. ჩვენ წლების წინაც ვიყავით ჩართული საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა და ეს პროექტი გარკვეულად ლოგიკური გაგრძელება ამ პროექტის. ჩვენ რეგულარულად Smart-ის სახელით გავიღებთ დონაციას კავკასიის ბუნების ფონდში, რადგან ზოგადად გარემოს დაცვა ესე ვთქვათ ვისოლ ჯგუფის CSR სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ბოლო პერიოდში სიმართლე გითხრათ უფრო ჯგუფის კუთხით მზის ელექტროსადგურების განვითარებას ვახდენთ და გორში ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ამ ეტაპზე მშენებლობა მიდის და უკვე 17 ჰექტარზე განვითარდება მზის ელექტროსადგური და ჯამში 10 მეგავატი ენერგიის გამომუშავებას შევძლებთ და მსგავსი პროექტი იგეგმება კიდე მანელში, სადაც უკვე 50 მეგავატი ენერგიის მზით გამოვიმუშავებთ ენერგიას, რომელსაც მერე გამოვიყენებთ ჩვენსავე ელექტროდამტენ სადგურებზე, რომელიც წლის ბოლოს უკვე 30 ერთეული გვექნება მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, ბუნებაზე ზემოქმედების კუთხით ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე ასე გამოიხატება კიდევ სხვა რამდენიმე მიმართულებასთან ერთად და ციყვი რეგულარულად, ანუ Smart-ი, სადაც ციყვის სიმბოლოს ვიყენებთ და უკვე რებრენდინგის დროსაც კი ვერ შეველიეთ ჩვენ საყვარელ ციხს, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს Smart-ის ექსკლუზიური იმპორტის ყველაზე განსხვავებული, ყველაზე პოპულარული პროდუქტები და გზაც საჭირო ყველა პროდუქტი. ამიტომაც დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ ამ ინიციატივაში და Smart-ი რეგულარულად გაიღებს დონაციას კავკასიის ბუნების ფონდში, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა, რადგან ადამიანებისა და კერძო კომპანიების ეკავლენა ბუნებაზე ნამდვილად ყოველწლიურად უფრო მძიმეა და გარკვეული ინიციატივები და მნიშვნელოვანი ინიციატივებია რეალურად საჭირო, რომ გავუფრთხილდეთ გარემოს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ქალბატონ რუსტან, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, დავუშვათ რა მოწოდება გექნება თქვენი კოლეგების მიმართ, რომლებიც ამ კამპანიას ჯერ არ შეერთებიან, რატომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ დავუშვათ რაც შეიძლება მეტი კომპანია იყოს აი ამ პროცესში ჩართული? დიდი სიამოვნებით მოვუწოდებ სხვა კომპანიასაც ჩაერთონ, იმიტომ რომ თითოეულმა კომპანიამ, რომელიც საქართველოში ოპერირებს, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გარემოზე. მეც ახლა სპეციალურად ბუნებიდან ჩაგერთა დავწუთას ლეჩხუბში, მაღალმთიან რეგიონში, გვესოს ტერიტორიაზე ვიმყოფები და იმდენად ლამაზი ბუნებრივი რესურსები გვაქვს, რომ ამ ბუნებას გაფრთხილება ჭირდება და თითოეული კომპანიის თუნდაც მცირედი ძალისხმევა ჯამში უკვე დიდ შედეგს მოგცემს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს ბანკს და Livingstones და კავკასიის ბუნების ფონდს. ჩვენ ვფიქრობ, რომ ერთად უკეთ გავუფრთხილდებით გარემოს, რომელიც სასახად ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა რუსუდანს დავემშვიდობები და ჩვენი საუბრის ბოლოს ქალბატონთია რეალურად რა საფრთხის წინაშე ვართ მაყურებლისთვის ცხადი რომ იყოს და მათ შორის ბიზნესისთვის და კომპანიებისთვის რამდენად სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ, რომ რეალურად ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას, მაგრამ რამდენად ვაკეთებთ ამას, ეს სერიოზული პრობლემაა რეალურად და ძალიან ხშირად თითოეული ჩვენგანი ეს არ ეხება მხოლოდ ბიზნესს, მოქალაქეობრივ ვალს, რამდენად სწორად ვიხდით ბუნების წინაშე, ეს კიდევ ცალკე განხილვის თემა, ამიტომ სწორედ ამიტომ ვკითხულობ, რამდენად სერიოზულ პრობლემის წინაშე ვართ ამ ნაწილში და რა არის გასაკეთებელი
გასაკეთებელი, რომ ამ ტიპის კამპანიები რომ ბევრი გვჭირდება ეს ცალსახად, თუმცა რა ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იმისთვის, რომ აი ამ ტიპის პრობლემები, რომელსაც დღეს რეალურად სახეზე გვაქვს ბუნებასთან მიმართებაში, მაქსიმალურად იყოს აღმოფხვრილი და მაქსიმალურად სიტყვა ვუფრთხილდებით გარემოს და ბუნებას რეალობა იყოს და არ იყოს უბრალოდ ლოზუნგისთვის სათქმელი ფრაზა. მადლობა. პირველ რიგში გარემოს დაცვა, რა თქმა უნდა, არც ლოზუნგი უნდა იყოს და არც ერთჯერადი კამპანია, ეს უნდა იყოს და ზოგიერთი ჩვენგანისთვის არის კიდევაც ცხოვრების სტილი. ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად მომჭირნეთ დამზოგავად მოვიხმართ ბუნებას, ბუნებრივ რესურსებს, ეს უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი კამპანია. გარკვეული კვლევები არსებობს, რომ ეკოსისტემური ღირებულება, რომელიც ჩვენს ბუნებას გააჩნია, გვაწვდის ყველაფერს. ეკოსისტემა არის მხარდამჭერი, არის მომარაგებელი, მარეგულირებელი და ასევე კულტურული ფასეულობა. კაცობრიობა წლების და საუკუნეების განმავლობაში მომხმარებელი არის ამ ყველაფრის. რას ვუბრუნებ ბუნებას უკან? გამოდის რომ მხოლოდ ნარჩენებს. ბუნებას რამდენად აქვს იმის უნარი, რომ უზრუნველყოს ჩვენი ცხოვრების სტილი, ხას უსვამ ცხოვრების სტილი და არასაარსებო მინიმუმი და შემდეგ გადაამუშაოს ჩვენს მიერ წარმოებული ნარჩენი, აქ არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გამყოფი ხაზი. ამიტომ რაც უფრო გააზრებული იქნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეს პირველ რიგში წარმატებულ ბიზნესებსაც ეხება, მით უფრო ნაკლები ხელოვნური ჩარევა დაჭირდება ბუნებას აღდგენისთვის. არის გარკვეული მონაცემი, რომლის მიხედვითაც დღეების მდგომარეობით ფაქტიურად კაცობრიობა მოიხმარს ეკოსისტემურ ღირებულებას, ანუ საჭიროებს 1.7 დედამიწას. მე მგონი საგანგაშო მაჩვენებელი არის 1 დედამიწაში 1.7 და 2 დედამიწა არ არის. ამიტომ კორპორაციებს, ფიზიკურ პირებს მოუწოდებთ, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზოგონ ბუნება, თუნდაც იგივე ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით, ნაკლებად დააზიანონ, რადგან დაკარგულის აღდგენა ბევრად უფრო ძვირია, ბევრად უფრო მეტ ენერგიას და რესურსს მოითხოვს, ვიდრე არსებული შენარჩუნება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ამ და სხვა კამპანიებში, რასაც დაცული ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა ჰქვია. ძალიან დიდი მადლობა, თია ბარბაკაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.